ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს ჩვენი პირადი ცხოვრება. დიდება იესოს, იცით ძვირფასებო, გუშინ ვფიქრობდი, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სულიერი ცვლილება. ხო ხედავთ, რომ როგორ წრეზე დადის ქვეყანა, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება, რომ პრობლემა არის სულიერი, პრობლემა არის სიბნელეში, რომელიც საქართველოში არის, პრობლემა არის იმ უცხო რელიგიაში, რომელსაც მართლმადიდებლობა ქვია, რომელიც კონსტანტინემ შექმნა ბიზანტიაში, როგორც იმპერიის რელიგია და დღემდე ეს უცხო რელიგია მართლმადიდებლობა საქართველოს ხუთავს როგორც იმპერიის რაღაც წნეხი, რომელსაც ახლა რუსეთი იყენებს და ქართველებს გონია ჩვენი მამაპაპური რელიგია, მაშინ როდესაც ჩვენი მამაპაპური არის ეს წარმართობა და ხალხი ვერ ხვდება, რომ ამ სიბნელეში რო არის და დღესაც ეს სიბნელე ეს რელიგია როგორ უჭერს მხარს სიბნელეს და ხალხი მაინც აქეთკენ გარბის. იცით, გუშინ მკითხულობდი, არის ასეთი საიტი orthodox.g, რომელსაც არის ყველა ეს მართლმადიდებლური ოფიციალური სწავლებები და იქ დამაინტერესა რაღაც თემას ვამზადები, სიკვდილის შემდეგ რა ხდება. როგორც ძიერათ მას, როგორ აიციან, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანები სად მიდის. დაახლოებით 4 თუ 5 გვერდი არის დაწერილი. ერთი იესო ქრისტე და იესო ქრისტეს სისხლი ვერ ვიპოვე, რომელთაც შეიძლება ადამიანი გადარჩეს. წანდილი, კორკოტი, ესე იგი რიტუალები, რაღაც პანაშვიდები, მიცვალებული საკურთხები, ყველაფერი ეს რიტუალები არის, მაგრამ ერთი იესო ქრისტე და მისი სისხლი, რომელთაც შეიძლება ადამიანი გადარჩეს, ვერ ვიპოვე და თქვი ღმერთო, როგორ აბნელებენ ადამიანებს, მაგრამ როდესაც რატომ მაინც ადამიანები ეტანებიან ამ სულს, იმიტომ რომ უცოდინარობა, უვიცობა და ღმერთო თქვი, არა, ასე არ გამოვა, ამ ქვეყანამ, ამ ხალხმა უნდა გაიგოს სინათლე იესო ქრისტესი. რომ იესო ქრისტეს სისხლით არის მხოლოდ ცოდვების პატიება, წანდილი და კორკოტი არ უშველის იესო ქრისტეს სისხლი. მხოლოდ იესო ქრისტეს სისხლს შეუძლია გაწმინდოს ჩვენი ცოდვები, დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, საქართველოს სჭირდება ეროვნული რწმენა, ეროვნული, ქართული თუნდაც და ეს არის იესო ქრისტეს რწმენა. დიდება იესოს. ჩვენ არ გვინდა რაღაც ბერძნული, წარმართულნარევი, ფილოსოფიური ვიღაც ესე იგი იმპერიების ხელში რო არის ხალხის დასაზომბირებლად, ჩვენ გვინდა ნამდვილი რწმენა, ნამდვილი იესო ქრისტესი. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს.